სამხედრო მოსამსახურეებს საკუთარი უფლება და ამცველები ეყოლებათ. კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე დეპუტატები იმსჯელებენ, თუმცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობაც და უმცირესობაც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. კანონპროექტის მიხედვით სამხედრო რწმუნებულის სამხედრო ძალებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში დამხმარე ორგანოა. სამხედრო რწმუნებულს 5 წლის ვადით პარლამენტი ირჩევს. საქართველოს პარლამენტი სამხედრო ძალებზე დამატებით კონტროლს გეგმავს. თავად კანონპროექტის ავტორი აცხადებს, რომ დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების მდგომარეობას სამხედრო რწმუნებული შეამოწმებს. სამხედრო რწმუნებულის შექმნით ჩვენ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოვაგვარებთ. პირველი ფუნქცია სამხედრო რწმუნებულის არის ჯარში ადამიანის უფლებების დაცვა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის მედიატორობა უმცროსსა და უფროს შორის, მათ შორის სამხედრო პირებსა და სამოქალაქო მმართველობას შორის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი, რომელიც თვითონაც წლების განმავლობაში სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობის შესწავლით იყო დაკავებული, აცხადებს, რომ ყურადღებით შეისწავლის კანონპროექტს. თუ კი ეს პოლიტიკური ვთქვათ, ელფერის მქონე სამართლებრივი პროცესები გაგრძელდება, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, რომ სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტიც გადაიქცეს ერთ-ერთ დამატებით პოლიტიკურ ბერკეტად, რომ არა სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი მყარდებოდეს ჯარზე, არამედ აი პოლიტიკური შეჭრა ხდებოდეს საჯარისო იერარქიაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელიას განცხადებით, ბოლო პერიოდში სამხედროთა უფლებების საზოგადოების ყურადღების მიღმა იყო და ახალი ინსტიტუტის შექმნით ეს ვითარება გამოსწორდება. დამატებითი გარანტიები იქმნება სამხედრო პირთა უფლებების დაცვის კუთხით. კანონპროექტის თანახმად სამხედრო რწმუნებულის პოზიცია პარლამენტის დამხმარე ინსტიტუტს წარმოადგენს და პირველ რიგში სამხედრო მოსამსახურეთა საჩივრების ადრესატი იქნება. ასევე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფას მოახდენს. ამასთან სესიაშვილის განმარტებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მიუხედავად სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით მათი დახურული სისტემის პირობებისა და სპეციფიკური საქმიანობის გათვალისწინებით. აქამდე ფაქტობრივად შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო კონტროლი არ განხორციელებულა. ეს იყო ფიქტიური და ჩვენ მივცეთ ამას პრაგმატული სახე. კანონპროექტი ბუნდესტაგის სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის მსგავსია. გერმანიაში სამხედრო უფლებების დაცვის კუთხით სპეციალური წარმომადგენელი 1954 წლიდან მუშაობს.